შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უპატრონ მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარება დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, დადგა მორიგი გამოძიების დღე, გიორგი და ლუკა თქვენთან ერთად ვართ ისევ და იმედია რომ დღევანდელი დღეც იქნება ისეთივე წარმატებული როგორც იყო წინა გადაცემები, ხო? კი ბატონო, მივესალმები ტელემაყურებელს. ტელერაღა იყო და არა, ეს არ ამოვჭრათ იყოს YouTube მაყურებელს მიჩვევა. მან ნელა მოვდივარ YouTube-ზე და საბოლოოდაც მივეჩვევი მაგ ამბავს, რომ YouTube მაყურებელი. მოიცა ტელევიზორში რო უყურო ამ გადაცემას არ ვარ ტელემაყურებელი? ნუ მაინც YouTube მაყურებელი ხარ, ხა იქ უნდა გადართო და ჩართო YouTube ტელევიზორში. ტელევიზიას არ უყურებ. არ გამომივიდა. YouTube-ს უყურებ, ასე რომ მაინც YouTube მაყურებლის ამბავი არის აქაც. ხო. როგორ ხარ ლუკა? რაღაცაზე ხარ, რამდენ მზად ხარ დღევანდელი გამოძიების? სპორტულ ვარიანტში მეკითხები. სპორტულ ნაწილს გეკითხები კი. პირადზე აქ არ ვლაპარაკობთ. მე შეგვიძლია ამ განაცემა მოვიგონოთ და პირადზე ვილაპარაკოთ. პოლიტიკაზე წავედი. პირადზე საერთოდ არ მქონია პრობლემა და იმედია არც იქნება. პოლიტიკა და პირადი დღეს გაერთიანებულია. ამ ქვეყანაში და არ მხოლოდ ყველგან. ვარ ძიებაში გიორგი, ვქეკავ. ვეძებ და იმედია რომ რაღაცას სახეიროს მივაგნებ. შენ? მეც ანალოგიურად თელეკვირის განმავლობაში ვქეკავ, რისერჩი მაქვს ეგრეთ წოდებული. და რაღაც საინტერესო ამბები დარწმუნებული ვარ გვექნება დღევანდელ გადაცემაში. მოდი დღე შენ დაიწყე. კი ბატონო, დავიწყებ, არ არის პრობლემა არანაირი. Rangers-ის ეგეთი ცუდი თამაში არ გიყვირს ამ სეზონის სტარტზე? არა, იმიტომ რომ მე თვითონ წავიყვანე რამდენიმე მატჩი. ნუ ისაც თამაშა ევროპაზე, ხო? კატასტროფა. საერთოდ ვერ გავიგე რა სტილია, არც ბრიტანულია, არც რაღაც ესპანურია, ლეგიონერები ბევრი, ერთი შოტლანდიელი იყო ძირითად შემადგენლობაში. ადრე იყო პირიქით. ხო. ედავებოდნენ იმას, რომ რატო არ მოყავს ლეგიონერებიო, რა არის ესო ადგილობრივებით რო ვართო და ახლა საერთოდ შეიცვალა ყველაფერი და საერთოდ აღარ არიან შოტლანდიელები, ვინც არის კარგი ისიც კამზეზის და რაღაც უცნაური ფეხბურთელები, უცნაური მწვრთნელები. და შედეგით სახეზე არა. კი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან ბევრია, რომ 5 ტურის მერე Rangers შოტლანდიის ჩემპიონატში, რომელიც ყოველთვის ორ გუნდა ჩემპიონატია, ჰიპერკრიზის კონდეს 4 ფულა. ანუ Rangers მეგობრებო, ვინც არის თვითონაც არ მიგდევნებია თვალყური, პირველი 5 ტურის მერე აქვს 4 ფრე და 1 წაგება. საგიჟეთ. შოტლანდიის ჩემპიონატში არ ვიცი ხრითია ეს კრიზის გამოწვეული, სეზონი ცუდად დაიწყეს. გასაგებია რომ იქ დიდი ანგარიში წააგეს საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ იქ შედარებით ძლიერ გუნდებს ხვდებიან. აქ ახლა ვინ არის ძლიერი, ხო? არის Celtic-ი ერთი, რომელთანაც სხვა შორის დერბი Old Firm-ი არ წააგეს, 0-0 დაასრულეს, მაგრამ თამაშს ვერ იგებენ. წარმოუდგენლად მიმაჩნია ლუკა რომ ბოლოს წინა ადგილზე იყოს, თუნდაც 5 ტურის მერე Rangers-ი შოტლანდიის ჩემპიონატში, უკვე 9 ფული ჩამორჩება Celtics. თასზე მოიგეს თამაში, ჩემპიონატში არ მოიგეს, მაგრამ ბოლო თამაში თასზე მოიგეს იბერნიანთან 2-0 დამაჯერებლად. შემადგენლობასაც რო გადავხედებ, ლეგიონერები ყავდა, ნორმალური ფეხბურთელები არიან, ანუ ეს არის შოტლანდიისთვის ხო? ხო, ეს არ არის ის პერიოდი, როცა Rangers სერიოზული ფინანსური კრიზისი ჰქონდა და მაგის გამო მე გავარდა კიდევაც და 1000 უბედურება დაატყდა თავს. დრო არა Rangers-მა მოგება დაიწყოს. დაახლოებით ხვდები საით მიყავს ეს. ხო, არა, ეთამაშები Livingstone-ს. Livingstone-ი, ვიცი, რა გუნდია, ხო, შოტლანდიაში, ჩვეულებრივი პირიქით, შოტლანდიის ყოლობაზეც საშუალოზე დაბალი დონის გუნდია. და ჩვეულებრივ დროს Rangers ესეც ცუდად რო არ დაიწყო ჩემპიონატი, ამ თამაშში Rangers-ის გამარჯვებაზე იქნებოდა კოეფიციენტი 1 და 3. 1 და 25, 1 და 35 მაქსიმუმ. როცა ახლა Rangers Livingstone-თან მოგებაზე უწერია 1 და 7 კოეფიციენტი, რაც არ ვიცი, გამოსაყენებელია. მე დარწმუნებული ვარ თითქმის რომ Rangers-ი ამ თამაშს მოიგებს და ვისაც უფრო მაღალი კოეფიციენტები უყვარს, ფორით მოგებასაც ურჩევდი, მაგრამ აქ ჩვენ გავითვალისწინოთ, ეს არის ჩემი პირველი პროგნოზი და რჩევა. Livingstone-ი Rangers-ი კვირას არის ეს თამაში.
ორიანი რეინჯერსმა დრო არა შოტლანდიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში მოიგოს პირველი თამაში, ისედაც ძალიან დააგვიანდათ მე-6 ტურამდე რეინჯერს თამაში ვერ მოიგოს შოტლანდიის ჩემპიონატში წარმოუდგენელი ამბავია. დრო არის ამ ლივინგსტონს, რომელიც ცუდი გუნდია პირდაპირ ვთქვათ, მოუგოს სტუმრად ეთამაშება 1.7-ია კოეფიციენტი. რა ვიცი, რეინჯერს შოტლანდიაში და სელტიკსაც 1.7-ს არავისთან არ უწერენ თუ არ ფორმაში არიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ ხოლმე კომენტარებს და დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის, კომენტატორებისთვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ხოლმე ჩვენი გადაცემა და მიადევნოთ თვალი. იქ რამდენიმე ადამიანმა დაწერა და ნაწილობრივ სწორი შენიშვნა იყო, რომ წინა გადაცემაში რომ ჩავწერეთ ბოსნიის ბარათები იყო მანამდე, იქ სერბეთის, ხორვატიის ამასდორზე არის ხორვატიის ბარათებს მაგალითად თამაშობდნენ, ბოსნები სერბეთიც იყო. თუმცა მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, რომ ისეთი ეს გადაცემა იმ დროს იწერება ხოლმე, რომ არსად არ არის ჯერ ბარათები გამოტანილი, ანუ წინასწარ და არ ვიცი რამდენად გამოიტანენ ამა თუ იმ ჩემპიონატში, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით მეც და ლუკას, რომ თუნდაც თუ ბარათებს შევეხებით ხოლმე ან რაღაც ცოცხალის ისეთ პოზიციას, რომელიც ან იქნება ან არა, მაქსიმალურად ვიცოდეთ, რომ იქნება, რომ ადამიანებმა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ეხა ჩვენ მაყურებლისთვის საუბრობთ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ამ რაღაცას, ამიტომ გეთანხმები, მაგრამ ხო, ისეთი რაღაც არ უნდა დავწეროთ, რაც არსად არ მოიძებნება, ხო? ან ისეთი რაღაც მოვიფიქროთ კიდევ დამატებით, რომ ეგეც გავითვალისწინოთ ხოლმე. კი ბატონო, მაგის მეგონი არ არის ეგ ცუდი. თქვენ შეგიძლიათ გვირჩიოთ ხოლმე რაღაც საინტერესო ამბები, იმიტომ რომ მაყურებელთან ინტერაქცია ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, მაშინ მეც აყვები მაგ თემაში, რადგან როდემდე უნდა მოიგოს რეინჯერსმა და წავალ ნიდერლანდებში. შევთანხმდით, რომ ტოპ ჩემპიონატებს არ ვეხებით, მაგრამ ტოპ გუნდებს არ შევეხები. ეს მატჩი იქნება ალმელოში, ჰერაკლესი ითამაშებს როტერდამის სპარტას წინააღმდეგ. ჰერაკლეს არ აქვს არც ერთი ქულა. საერთოდ ზოგადად ნიდერლანდების ჩემპიონატში იშვიათობაა, რომ 2-3 ტურის შემდეგ გუნდი დარჩეს ქულის გარეშე. მით უმეტეს ისეთი ტრადიციული გუნდი, როგორც არის ჰერაკლესი. ჰერაკლესი იშვიათად ვარდება უმაღლესი ლიგიდან და მის სტადიონზე ხელოვნურ საფარიანი მოედანი აქვს მოგეხსენებათ, თან განსხვავებული ხელოვნური საფარია, ოდნავ მაღალი, რითიც ნერვებს უშლის გრანდებს. მაგალითად აიაქს ფეინორდს და პსვ-ს ჰქონდათ შემოთავაზება ასეთი, რომ ჩვენ გადავიხდით ფულსო, რომ გადახვიდეთ ბუნებრივზე, გადახვიდეთ, მაგრამ არა. არავინ არც არ გადადის, ალმელოში ისევ ის საშინელი საფარია. ხო და ეს ჰერაკლესი არის ქულის გარეშე, ეთამაშება სპარტას, რომელიც ცუდი გუნდი არ არის, თუმცა წინა ტურში სახლში განადგურდა ტვენტესთან 1-5. ანუ თლად მაგარიც ვერ არის რა. შტეინის მამა წუხნის, არ არის ცუდი. ჰერაკლესის მატჩს უყურე, არ დამეზარა სპეციალურად. და მინდა გითხრა, რომ ურიგოთ არ თამაშობს. კარგი შემადგენლობა, ისეთი საშუალო დონის შემადგენლობა. გოლები თუ გააქვს. გააქვს და უშვებს, ხო, როგორც ხდება ყოველთვის ახლა ნიდერლანდებში. ხო და მგონია, რომ ეს სადაც უნდა დასრულდეს რა. ვიცი რა, ვიცი ის თქმა საპირებ მივხვდი უკვე, მაგრამ ჰერაკლესის 1/9-ზე მეტი გოლი ხო არ იქნებოდა კარგი ვარიანტი ასე. იცი რა, არ გამოურიცხავ, რომ აი სპარტას სახლში რომ მხოლოდ ერთი გაუტანა ტვენტეს, არ გამოურიცხავ, რომ ცოტა მძიმე მატჩი იყოს. სხვათა შორის ამ შეხვედრაში იქნება გზბუიკი მსაჯი. გამოსაყენებელია ეს, იმიტომ რომ 3/9-ზე მეტ ბარათსაც კარგი კოეფიციენტი, შეიძლება 2/9-იც იყოს გამოტანილი, ნიდერლანდებში ხშირად არის. გამოსაყენებელია, მაგრამ მე მაინც აი ამ გადაცემის არსიდან გამომდინარე და იმაზე რაც შენ უკვე ილაპარაკე, რომ წინასწარ არ ვიცით რა ბარათები იქნება, ვივარაუდებ, რომ ჰერაკლეს სახლში პირველ ქულას აიღებს, არ წააგებს როტერდამის სპარტასთან. ეს იქნება ჩემი პირველი პროგნოზი. კი, ლუკამ წინა გადაცემაში რაც გითხრა ნიდერლანდებიდან, ორივე ძალიან კარგი პოზიცია იყო. იგებათ ერთმანეთზე და კი, 7-7 ბარათი, ნიდერლანდებში 7 ხო ძალიან ბევრია, მაგრამ პირობითად 7-7 რომ იგება, იმიტომ რომ აიაქსი, PSV აიაქსი 7 იყო, ალკმარი ფეინორდში იყო 10 თუ რაღაც მაგდენი ბარათი იყო და 7-7 რომ იგებათ, სადაც 20 კოეფიციენტამდე გამოდიოდა 6/9-ზე მეტები და ორივეგან როგორც PSV აიაქსში ისე ალკმარი ფეინორდში კარგად წამოვიდა ბარათები და ეგ. ხო და მაშინ ნიდერლანდებიდან კიდე ერთს მოვიფიქრებ დღეს. კი ბატონო. კარგი, თურქეთის ჩემპიონატს მინდა რომ შევეხო. მანდ არის ეგეთი თამაში რიზესპორი ქასიმფაშა. ქასიმფაშას თავი მწველი არის შოთა არველაძე კვლავ. დანიშნეს ამ სეზონის წინ შოთა და რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ ჩვენ მას.
პირდაპირ ვთქვათ, ეხლა დასამალი არაფერი ხელის გულზეა ყველაფერი, შოთა სამცნულო კარიერა. ისეთი არ გამოვიდა ჯერჯერობით, როგორც თავად სურდა და როგორც ჩვენც გვსურდა, იმიტომ რომ ქონდა რაღაც წარმატებები, როცა ფახთაქორში მუშაობდა, თურქეთში შედარებით ნაკლები წარმატებით, იქ ინგლისში შედარებით ნაკლები წარმატებით როცა იყო, მაგრამ არ ველაძემ რო ფეხბურთი ძალიან მაგრად იცის და გონიერი ადამიანია, ამაში ეჭვი არ გვეპარება და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სადღაც წარმატებასაც მიაღწევს. კლუბებიც ისეთია, მოდი თქვა. ხო, მაგრამ აი კლუბების კვალობაზეც მეტიც შეიძლებოდა, მოკლედ, ხო, მაგის თქმა მინდოდა უბრალოდ. დაბრუნდა ისევ თურქეთში, ისევ უმაღლეს დონეზე მუშაობს და მინდა რომ წარმატებები უსურო პირველ რიგში და წინა ტურში ქასიმ-ფაშა სტამბულ დერბიში ფენერბახჩეს დაუპირისპირდა. ფენერბახჩე რა გუნდია, ყველამ კარგად იცის. პირველივე ტაიმში გაუძევეს ქასიმ-ფაშას ფეხბურთელი და ამ დროს ფენერბახჩე იგებდა. მიუხედავად ამისა, შოთას გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და არ წააგო ის თამაშიც მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გასნაკული იყო. მანამდე მოიგეს თამაში, ან სტარტი ჩემპიონატის ძალიან მძიმე ქონდა, წააგეს თამაშები, მაგრამ ფენერბახჩემდე თამაში მოიგეს და ფენერბახჩესთან სადაც აბსოლუტური აუტსაიდერი იყო, 10 კაცით თამაში არ წააგეს, გაათანაბრეს ანგარიში. ეგ მაფიქრებინებს იმას, რომ ნელ-ნელა თავის ხელი არ ველოძებ დაატყო ამ გუნდს ქასიმ-ფაშას და ცოტა გონზე მოვიდნენ ბოლო თამაში აღებული 4 ქულა ამაზე მეტყველებს და ხვდებიან რიზა სპორტს, რომელიც საერთოდ არაფრით გამორჩეული გუნდი არ არის. შემადგენლობასაც გადავხედეთ და ქასიმ-ფაშას შემადგენლობა უფრო მომეწონა, თუნდაც ლეგიონერები რო ავიღოთ და კოეფიციენტი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ რიზესთან, რომელმაც გასულ ტურებში დიდი ანგარიში და წააგო თამაში გიოსტეფესთან წააგო სახლში 3-0 ეხლა გალათასარაის და რო წაიგო კიდე ხო ქასიმ-ფაშა რო არ წააგებს ამ შეხვედრას 1.75-ია კოეფიციენტი, x2, ანუ უბრალოდ რო არ წააგოს, ვისაც კიდევ ერთხელ მეორე ფრისკიანი პროგნოზები გიყვართ, პირდაპირ ორიანზე 4-ზე მეტია კოეფიციენტი, მაგრამ მე გადაცემისთვის ვიტყვი, რომ ქასიმ-ფაშა, შოთა არვალდის ქასიმ-ფაშა არ წააგებს რიზესპორტთან ამ შეხვედრას, იმიტომ რომ კარგ ფორმაში შევიდნენ და მგონია რომ x2 კარგი ვარიანტია 1.75 კოეფიციენტით. ჩვენიერე მეც უგულშემატკივრებ სიამოვნებით. ეს ჩასაწერად არა, მაგრამ თურქეთში მეც მგონია უკვე დღეს არის ეს მატჩი სულ ცოტა ხანში დაიწყება. და ალანია სპორტი გალათასარაი არის, მგონია რომ ძალიან ბევრი გოლი უნდა გავიდეს ამ შეხვედრაში. ალანია სოჩიოს ფენერთან 2-2 ითამაშა. ეს ფენერის პრობლემებზეც მეტყველებს, ხო, რომ რა გუნდები ჩამოთვალეთ ქასიმ-ფაშასთან და ალანია სპორტთან, ფენერბახჩე იგებდა ყოველთვის, მაგრამ წუხნელი გაუშვეს, რაღაცები შეიცვალა და რაღაცა პრობლემები არის, მაგრამ გოლს მაინც გაუტანს ალანია სპორტი აუცილებლად, ისევე როგორც ფენერი ამას გააკეთებს და ალბათ ძალიან ბევრიც ფენერი იყო გალათასარაი და ბევრი ერთ ეგეთ თამაშს მეც ვიტყვი მაშინ არ ჩასაწერად და ისე შევისახით და ეგეც პარასკევს არის საღამოს. ამ გადაცემიდან მალევე დაიწყება საღამოს იქნება ალ-იტიჰადი ალ-ნასრი არის საუდის ჩემპიონატში. იქით მანე, ჟოაო ფელიქსი, რონალდო, იქით კანტე, ფაბინიო, ორივე სამი თამაში მოიგო, რაც ჩემპიონატი დაიწყო, ორივე ფავორიტია ტურნირის. ნამაც ამ ნახევარზე მეტი საღებო მომიწევს შეხვედრებს, რო გადახედო 4-2, 5-2, 3-3, სულ ეგეთი ანგარიშებია. და ისეთი შეტევა ხავს ორივე გუნდს, რომ ამ შეხვედრას თქონია, რომ ბევრი გოლი გავა და სამ ნახევარზე მეც ბოლოს რომ ნახე 1 და 8 ქონდა. გონია რომ 4 გოლი მინიმუმ ამ შეხვედრაში გავა ალ-იტიჰადი ალ-ნასრი და ბარათებიც მგონია. ბარათი უნდა მეთქვა ჩაამატეთ მანდვე ბარათები რა, ეგ მიაბით ერთ გოლები და ბარათები მაგრამ უნდა წამოვიდეს. კარგი, მშვენიერია, გავაგრძელებ მაშინ მოდი ნიდერლანდების თემას, მაინც ავიღებ კიდევ ერთს და მე უკვე მესამე პროგნოზ სხვა ჩემპიონატიდან შემოგთავაზებთ. დღეს მარტო ფეხბურთზე ვიქნები. არის ნაიმეგენი ალკმარი, ასეთი მატჩი. ხო, ტოპებს არ ვეხები. ნაიმეგენი არის აუცარი გუნდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამტანია, თუ ყველაზე არა. PSV და ის არიან თანაბრად. თითქმის ყველა შეხვედრაში იტანს 2 გოლს და უშვებს ამდენივეს. ალკმარის ანალოგიურად ძალიან შემტევი, კარგი გუნდი არის, რადღირს ფეინორდთან მატჩი, ახლა ასეთი დრამატული შეხვედრები ნიდერლანდებში კი იშვიათად არის. სვაჩოვის ბრიუგეს თუ უყურე შარლერუასთან. 5-5 საერთოდ როდის დამთავრდა ბოლოს თამაში, ვერც ვიხსენებ. ხო და 5-5 არა, მაგრამ 2 ნახევარზე მეტ გოლსაც კი აქვს შვენიერი კოეფიციენტი. მგონია რომ საერთოდ შეიძლება პირველივე ტაიმში ეს ყველაფერი ახდეს. ასე რომ ნაიმეგენი ალკმარი მეტი გოლი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ეხლა იქ თამამი კოეფიციენტი თუ გინდათ 3 ნახევარი აწიათ, ხო? მე მაგალითად ჩემთვის დავწერ 6 ნახევარზე 6 ან მეტ გოლსაც.
სასწავლო დიდი კოეფიციენტი. ხო, დიდი კოეფიციენტი იქნება ძალიან. რადგან 2.5-ზე მეც უკვე ამხევარ კოეფიციენტი აქვს, მაშინ 16-მეც კიდევ უფრო მეტი ექნება. აი ეს იქნება ჩემი ორი ნიდერლანდური მატჩი ამ გადაცემაში. კი ბატონო. ხო, ორი პროგნოზი მქონდა და ორივეში შედეგი დავწერე 2-იანი და X2 და ნუ ერთი ბარათი უნდა გამოუღრიო ყველა შემთხვევაში. ეს მატჩიც კვირას არის სხვათა შორის და ნუ ვინც პარასკევს და შაბათს ნახავს ამ გადაცემას, ამ პროგნოზების გამოყენება შეუძლია, იმიტომ რომ კვირის თამაშებს ნახავთ და ჩვენი გადაცემა ყოველთვის პარასკევს დაიდება ხოლმე, ესეც უნდა აღვნიშნოთ, სტაბილურად ეგრე იქნება. აველანედას დერბია არგენტინაში, ბუენოს-აირესის რანგით მეორე დერბი ბოკა რივერის მერე, რასინგი ინდეპენდიენტე. ნუ ვინც არის იმის ახსნი რომ ხოცავენ უბრალოდ ერთმანეთს, ვინც იცის ახსნა არ ჭირდება რა არის რასინგი ინდეპენდიენტე არგენტინაში და მსოფლიოში ცნობილი დერბია და გაგიკვირდება და ისევ რამირესი დანიშნეს საჯად ამ შეხვედრაში. ძალიან საინტერესო ამბავია ეგ რომ რასინგი ინდეპენდიენტეს ზედიზედ მესამე დერბიში ნიშნავენ რამირეს. წინა ორშიც რამირესი იყო, წინაში ამოიღო 10, იმის წინაში 13-14 ბარათი. ამ შეხვედრაშიც სულ რამირესი მაგდენს ვარაუდობთ. ხო, სულ რამირესი არ იყოს და არ იყოს კარგი მსაჯი, მაინც ვივარაუდებდი ბარათებს, მაგრამ თან რასინგი ინდეპენდიენტია, თან რამირესია მსაჯი. არ ვიცი, კოეფიციენტი გასაგებია. გაუსროლია ავრორას. გასაგებია რომ აქ 7.5-ზე მეტი მაინც უნდა დაწერო რომ კოეფიციენტი კონდეს რაღაცა, მაგრამ ეს ისეთი თამაშია რომელსაც ყველგან გამოიტანენ ბარათებს. და ხო მინიმუმ 8 ბარათი ამ შეხვედრაში ყველა ვარიანტში უნდა იყოს რასინგი ინდეპენდიენტი, აველანედას დერბი და რამირესი საჭი. ნიკო რამირესი აქვს. რანაირად არ უნდა გამწვანდეს ეს პოზიცია ვერ ვხვდები. ეს უნდა დახოცონ ერთმანეთი. აქ შეგიძლიათ დაწეროთ რომ წითელი ბარათიც იქნება ამ შეხვედრაში. აუ ყველაფერი რაც მაგას ეხება და ზოგადად გირჩევთ რომ თუ სადმე მოიძებთ ქართულ ტელესივრცეში სამწუხაროდ არგენტინის ჩემპიონატი ამ ეტაპზე არავის არ აქვს, მაგრამ თუ მოიძიებთ და უყურებთ რამე ლინკზე რასინგი ინდეპენდიენტეს ღირს, იმიტომ რომ აი რაც ბოკა რივერია იგივეა ესეც. კი, მაგარი იქნება ძალიან. კარგი, მაშინ მეც ოკეანის მიღმა გადავალ. MLS-შია ორი დერბი ასევე. ნიუ-იორკული დერბია, Red Bull City და არის კალიფორნიური დერბი San-Jose San Diego. მეორე მატჩი იქნება სულ San-Jose San Diego-ს შორის, იმიტომ რომ San Diego ახლა გადმოვიდა, მაგრამ როგორ გადმოვიდა კი ხედავთ, პირველ ადგილზეა თავის კონფერენციაში და იგებს. მახსოვს შენ? როდის გეუბნებოდ? წარმატებული მაგარი იქნება. ხო და მოკლედ, აი ეს ორი დერბი ხა იმის გათვალისწინებით, რომ San Diego მაინც პირველ პოზიციაზეა და San-Jose-ს პლეიოფში შესვლის შანსები ნაკლებად აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს. მოდი ამას არ შევეხები. აი, შევეხები ნიუ-იორკულ დერბის, ბუზები გამოჩნდნენ. დათმა ჩვენთან. ხო, მოკლედ ნიუ-იორკულ დერბის ავიღებ. Red Bull-ს სჭირდება ძალიან მოგება და ჯერ განაღლებული პლეიოფი არ აქვს არც City-ს, რომელიც განადგურდა ინტერთან, მაიამის ინტერთან. მესის დუბლი და მოკლედ პასი და ასე შემოვა. საოცრად 0-4 წააგო. გაბრაზებული იქნება თან დერბია, ნიუ-იორკული დერბია და აქ საჯი არ ვიცი, სამწუხაროდ ჯერ, მაგრამ მგონია რომ უნდა იყოს აქ ბლომად ბარათი და მოდით ამას ავიღებ, ალბათ სადღაც 4.5-დან უნდა წავიდე. იწყება ევროლიგა სხვათა შორის, საკალათბურთო 30 სექტემბერს ქტორნიკე შენგელია ბარსელონაში გადავიდა. კარგი თამაშები იქნება. მე ყოველთვის ევროლიგას უფრო მეტად ველოდები ხოლმე ვიდრე NBA-ს და ევროლიგა უკვე იწყება და მალე NBA-ც დაიწყება, ასე რომ კალათბურთიც, საკლუბო კალათბურთიც შემოგვიშველება ნელ-ნელა. დიდი დოზებით წავიდა მეტობები, გარჩევები, ინდივიდუალური ტოტალები, მაგრად. მოკლედ ეს ყველაფერი იქნება წინ ესეთია შემოდგომის დატვირთული თვეები და მე ზამთარი მოდის, სადაც ასევე უამრავი კარგი მატჩი იქნება და ჩვენ ამას არც გამოგაპარებთ, ყველაფერი იქნება. ოქტომბერში სანაკრებო შეხვედრები გველის კიდე ესეც არ გვავიწყდება. ხო და სიურპრიზის სახით მაინც ალბათ ვიფიქროთ მაგ თემაზე, რომ გულშემატკივარი მაყურებელი გთხოვს, რომ ცოტა უფრო მეტი პროგნოზები შევთავაზოთ ტოპ ჩემპიონატებიდანაც ვიფიქრებთ ამ თემაზე და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ გამოხმაურებელია ყველაფერი ახლა თუ მაყურებლის დაინტერესება იქნება შეიძლება კიდევ ერთი გადაცემას დაგვემატოს სხვა დღეს და უფრო მეტ პროგნოზსაც შემოგთავაზებთ.
წარმატებებს გისურვებთ, გამწვანებულ ბილეთებს, სულ მოგებულები იყავით, ჩვენ კი სადღაც ერთი კვირით. კარგია. ერთი კვირით ეგები აღარ გვაქვს, თორემ მოგიჭახუნენ. ეგეც, ეგეც, დროებით.